სისტემა და რამდენად საკმარისია ეს ზღვარი ფინანსური სტაბილურობისთვის. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან თოტუა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვითმობთ დროს. სულ რაღაც 2 დღე გავიდა 1 აპრილიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი გაიზარდა 50,000 ლარამდე. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა 15, 30, 50,000. დავიწყოთ რას ნიშნავს რა ტიპის დეპოზიტებია დაზღვეული? კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელსაც. დავიწყოთ აუხსნათ ჯერ ზოგადად რას წარმოადგენს ეს სისტემა, რას აზღვევს. ესე იგი, ჩვენი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა არის, ესე იგი, დეპოზიტორების თანხების დაცვა და რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ნებისმიერი თანხა, რომელიც არის განთავსებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ანგარიშებზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს ფიზიკური პირების ანგარიშები იქნება თუ იურიდიული პირების, არის დაზღვეული და დაზღვევის ლიმიტი ახლა უკვე არის 50,000 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს რაღაცა მიზეზის გამო მოუწევს ლიკვიდაციაზე წასვლა, იქ არსებული თანხები ჩვენს მიერ იქნება დაზღვეული და დეპოზიტორებს აუნაზღაურდებათ ლიმიტის ფარგლებში. ეს დაზღვევა არ საჭიროებს არანაირ პროცედურებს, ანუ დეპოზიტორების მხრიდან მათ არ არის, ესე იგი, თქვათ, რაიმე პროცედურების გავლა, ან რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა, სისტემა ამას აზღვევს ავტომატურად. და ზედმეტი პროცედურების გარეშე. დავაზუსტოთ, დეპოზიტები ეს არ ნიშნავს, რომ ანაბარი, აქ არის საუბარი თუნდაც ხელფასი, თუნდაც ნებისმიერი თანხა, რომელიც ახლა დევს ბანკის ანგარიშზე. კი ბატონო, ეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპოზიტორზე და ვახსენებთ ზოგადად დეფინიციას, როცა ვამბობ დეპოზიტორს, ეს ნიშნავს ნებისმიერი პირი, რომელსაც ანგარიში აქვს გახსნილი კომერციულ თუ კომერციულ ბანკსა თუ მიკრობანკში და იმ ანგარიშზე აქვს თანხა. და ეს ანგარიში სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ არ ვაზღვევთ რამე კონკრეტულ რომელიმე პროდუქტს, ეს იქნება ვადიანი დეპოზიტი, ანაბარი თუ ასე შემდეგ, დაზღვეულია ნებისმიერი თანხა, რომელიც არის ნებისმიერ ანგარიშზე განთავსებული, ნებისმიერი დადებითი ბალანსი არის დაზღვეული. ეს იქნება მიმდინარე ანგარიში, სახელფასო ანგარიში, საპენსიო ანგარიში, პენსია რომელიც ანგარიშზეც ერიცხება, თქვათ, ჩვენს პენსიონერებს, ბიზნეს ანგარიშები თუ არა აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ანგარიში იქნება. არც იმას აქვს მნიშვნელობა ფიზიკურია თუ იურიდიული პირი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, დაზღვეული არის ფიზიკური და იურიდიული, მათ შორის არარეზიდენტი პირების არის, არარეზიდენტი პირის ანგარიშებიც არის დაზღვეული, ასე რომ ნებისმიერი პირის თანხები არის დაზღვეული ნებისმიერ კომერციულ ბანკში და თითოეულ პირზე არის 50,000 ლარი ლიმიტი, ეს ნიშნავს ლიმიტს, როცა ვახსენებთ თითოეულ ბანკში. ანუ თუ თქვათ, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ 50,000 ლარიან ლიმიტზე, ხომ? თუ თქვათ ერთ პირს ერთ ბანკში აქვს 50,000 ლარი განთავსებული და მეორე ბანკში თქვათ აქვს 50,000 ლარი განთავსებული, ორივე 50,000 ლარი არის უკვე დაზღვეული. ბოლო სტატისტიკით თებერვლის სტატისტიკა გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმა, დაახლოებით 70 მილიარდ ლარამდეა დეპოზიტების მოცულობა. რამდენს უკვე ფარავს სააგენტო მას შემდეგ რაც ლიმიტი გაიზარდა? ესე იგი, დღეისათვის ესე იგი ლიმიტის გაზრდამდე იყო დაზღვეული 17%, ანუ სადღაც 12 მილიარდამდე იყო დეპოზიტები დაზღვეული. ესე იგი, უკვე ზღვარი ანგარიშგების პერიოდი რომ მოვა ჯერ გაზრდილი ზღვრით ანგარიშგებები ბანკებს არ ჩაუბარებიათ, თუმცა ჩვენი პროგნოზებით დაზღვეული იქნება უკვე ზღვის 50,000 ლარის ფარგლებში 15 მილიარდ ლარამდე. დაახლოებით ეს უკვე 20%-ს გადაცდება, 21%-22%-მდე ვფიქრობთ, რომ უკვე იქნება დაზღვეული, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი არის და არ არის პატარა პროცენტი. თუ დავიწყებთ თავიდან 2018 წელს შეიქმნა სააგენტო და მას შემდეგ ფაქტიურად 8 წელი გავიდა, ხო? საინტერესოა ეს კითხვა, რატომ ხდება დაუშვით ასე ეტაპობრივად გაზრდა, რატომ თავიდანვე არ იყო დაუშვით 50,000 ლარი და რატომ გახდა საჭირო რომ ესე გაზრდილიყო? კი, პირველ ეტაპზე თვითონ სისტემა არ იყო ძლიერი, ფონდის მოცულობაც რა თქმა უნდა არ იყო, როდესაც შეიქმნა ჩვენი სააგენტო. შესაბამისად, სასტარტო პირობებისთვის ჩავთვალეთ, რომ 5,000 ლარი იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი, იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რა ვალდებულებებსაც იღებდა სააგენტო, თუმცა 5,000 ლარის შემთხვევაშიც
დეპოზიტების სრულად დაზღვეული დეპოზიტების მოცულობაც არ იყო პატარა, საკმაოდ დიდი პროცენტი იყო სრულად დაზღვეული დეპოზიტების მოცვა, მაგრამ შემდეგ დეპოზიტების თუ ავიღებთ ახლა 2018 წელს დეპოზიტები იყო სულ რაღაც 24 მილიარდ ლარამდე, მაშინ არ იყო ამ ხელა დეპოზიტები. დეპოზიტები დღეს აღნიშნეთ რომ 70 მილიარდია და იზრდება, განუწყვეტლივ ასე რომ ვთქვათ, არ ყოფილა შემთხვევა რომ დეპოზიტების კლება დაფიქსირებული იყოს წლების მიხედვით. შემდეგ რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა თვითონ დეპოზიტების მოცულობის გათვალისწინებით, ზოგადად დეპოზიტების საშუალო მოცულობის ზრდის გათვალისწინებით ვახდენდით ეტაპობრივად და ასევე რა თქმა უნდა ფონდის გაძლიერებასთან ერთად ვახდენდით უკვე გადახედვას ამ ესე იგი დაზღვეული დეპოზიტების ზრდისა და შესაბამისად ვიღებდი გადაწყვეტილებას გაზრდაზე და მინდა გითხრათ რომ მომავალშიც ახლა ნახოთ როგორ იქნება განვითარდება მოვლენები, მომავალშიც ალბათ იქნება ანუ რამდენი იყო ფონდი თავიდან რომ დაიწყო? ფონდი თავიდან რომ იყო ფონდში თანხების ანუ 15000 შემთხვევაში გეკითხები. 15000 შემთხვევაში ახლა ზუსტად სტატისტიკა არ მაქვს. მაშინ ზრდა, ანუ ახლა რამდენი იქნება მაშინ რაც ნახეთ ახლა ესე იგი ფონდი დღეისათვის 400 მილიონ ლარს გადასცა. რა თქმა უნდა, ესე იგი ზღვის გაზრდასთან ერთად სავალდებულო შენატანების ბანკების მიერ გაიზრდება და უკვე წლის ბოლოსთვის 9 მილიარდს გადავწყვეტ. და როგორ ფიქრობთ ეს ფონდის ზომა გაიზრდება მაშინ როდესაც ეს ზღვარი აიწევს თუ არის ფონდის ზომა განუწყვეტლივ იზრდება თუ ჩვენ არ გვიწევს ამ ფონდის გამოყენება და დღეს ესე იგი ჩვენ ფაქტიურად არ ქონია შემთხვევა რომ ფონდის ეს სისტემა ჩაგვერთო და გამოგვეყენებინა ფონდის სახსრები სისტემა დღეს საბანკო სისტემა მოიხსენებათ არის ერთ-ერთი მდგრადი და მყარი სეგმენტი ჩვენი ეკონომიკისა და იმედია და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება და არ მოგვიწევს ამ ფონდის გამოყენება. შესაბამისად ზღვარიც რომ არ გაგვეზარდა სავალდებულო შენატანები დაზღვეული დეპოზიტების გარკვეულ პროცენტს ბანკები ყოველთვის იხდიან და ფონდი ამიტომ ყოველთვის ძლიერდება და თუ ფონდის გამოყენება არ დაგჭირდა ფონდი რა თქმა უნდა ყოველთვის გაიზრდება და რაც უფრო მოცულობითი იქნება და დიდი იქნება ჩვენი ფონდი მით უფრო მყარი იქნება თვითონ ეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაც. და რა უჯდებათ კომერციულ ბანკებს დეპოზიტების დაზღვევა და რა პრინციპით იხდიან შენატანებს? ესე იგი ჩვენ გვაქვს რისკზე დაფუძნებული სადაზღვეო სავალდებულო შენატანების პრინციპი. ესე იგი მოგეხსენებათ რომ ეროვნული ბანკი რეგულირებას ახორციელებს რისკზე დაფუძნებული ჩარჩოს მიხედვით, ანუ ეროვნული ბანკი აფასებს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს და ანიჭებს შესაბამისი რისკის წონას. აი ამ რისკის წონებს გადმოგცემს ჩვენ, შესაბამისი ფორმულა არსებობს, რომელი ფორმულის მიხედვითაც ხდება, ესე იგი გამოთვლა პროცენტისა, რომელი პროცენტის მიხედვითაც იხდიან, ესე იგი ეს პროცენტი თვითონ სადაზღვეო სავალდებულო შენატანები გამოითვლება დაზღვეული დეპოზიტების რაღაც გარკვეული პროცენტი, რომელიც აი ამ კონკრეტული ფორმულით ზღვარი არის დაწესებული. ზღვარი არის, მაქსიმალური ზღვარი არის დაწესებული, რა თქმა უნდა, ლარში არის 0.67 მეასედი 0.067 უფრო მარტივად გასაგები რო იყოს, ხოლო უცხოურ ვალუტაში ეს არის 0.1. უცხოურ ვალუტასაც ასხვა? კი, ნებისმიერ ვალუტაში ჩვენ ლარში ვაზღვევთ, ანუ ჩვენი ვალდებულება ლარში არის, მაგრამ ვაზღვევთ, ესე იგი, ნებისმიერ ვალუტაში. რა ვალუტაშიც აქვს განთავსებული დეპოზიტორებს. ესე იგი, ამის დაფიქსირება ხდება ბანკის ლიკვიდაციაში წასვლის დღეს არსებული სავალუტო კურსით დაფიქსირდება, რა მოცულობის თანხები აქვს განთავსებული კომერციულ ბანკებში და ამის შემდეგ მოხდება ანაზღაურება, ოღონდ ანაზღაურება მოხდება ლარში. ეკვივალენტით რაც არის? კი ბატონო, ესე იგი, როგორც გითხარით, დაფიქსირდება კურსი იმ დღეს, როცა გამოცხადდება ლიკვიდაცია ამა თუ იმ კომერციული ბანკისა და შესაბამისად მოხდება უკვე კონვერტირება და ვალდებულების დაფიქსირება უკვე ლარში. და საინტერესოა, რამდენად აისახება ეს ხარჯი მომხმარებელზე, აი მაგალითად ცესხის ან დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთზე შესაძლოა რომ ეს ხარჯიც აისახოს? მე ესე იგი აღნიშნე რომ ეს ხარჯი
დეპოზიტორს არ ეკისრება, ამას ბანკები იხდიან, მაგრამ თუ ხდება ამის ასახვა ბანკების მიერ, თქვა რაღაც გარკვეული პროდუქტების ღირებულებაში. ეს არის მინდა გითხრათ, რომ ეს სავალდებულო შენატანები მთლიანად საბანკო სექტორისთვის, მათ თქვა შემოსავლებს და მოგებას თუ გავითვალისწინებთ, იმდენად მცირე თანხარი და არ არის დიდი ტვირთი, რომ ესე იგი დიდ გავლენას ამაზე არ ახდენს. თუმცა დაზღვევა ყოველთვის დაზღვევიდან მიღებული სარგებელი ყოველთვის უფრო მეტი არის ამ დაზღვევაში გადახდილ თქვათ თანხების თუ ავიღებთ. თქვენ ახსენეთ რისკზე დაფუძნებული ტარიფი, ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რისკიანი ბანკები უფრო მეცი ხდიან, კი. და დასახელებას არ გთხოვთ, მაგრამ პროცენტულად რამდენია საქართველოში? ანუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია თქვენ თქვით, ხო? ანუ დაახლოებით რამდენია 19 ბანკიდან კი 17 კომერციული ბანკი გვაქვს, 2 მიკრობანკი, ამის თქმის უფლება არა გვაქვს, ვის რა რისკი აქვს. არა, მაგას პროცენტულად გეუბნებით რა, ნუ მაინც თუ არის შესაძლებელი. ნახევარზე? არა, იქ ნახეთ რა არის გრადაცია არის ახლა ესე იგი საბანკო რისკი მერყეობს 3%-ით გამოითვლება 75-დან 150%-მდე არის ეს რისკის წონა. 75% ნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლები რისკი აქვს და 150% ნიშნავს, რომ ყველაზე რისკიანი არის. მინდა გითხრათ, რომ 150%-იანი რისკის ზონა არც ერთ ბანკს არ აქვს. ამიტომ მინდა შვიდაც იყვნენ ჩვენი მომხმარე, ასე ვთქვათ, ჩვენი მოქალაქეები, ამის თქმა მინდა. 400 მილიონი ლარი თქვით, ხო? რამდენად საკმარისია? არავინ არაფრისგან არ ვარ დაზღვევლები და მაინც კითხავთ ამას, რომ რამდენად საკმარისია დავუშვათ ეს ფონდი პოტენციური კრიზისის შემთხვევაში, რომ რამდენიმე ბანკის მომსახურება მოხდეს. კი ბატონო, აი თუ ავიღებთ ახლა ჩვენ უმცირესიდან უდიდესისკენ ბანკებს ავიღებთ, ესე იგი სადღაც 7-8 ბანკი შეგვიძლია ერთდროულად გაუმკლავდეთ. ნუ პატარადან დიდისკენ თუ ავიღებთ, ესე იგი ბანკებს. დღეისათვის ესე იგი ფონდის გადახდის უნარიანობას თუ შევაფასებთ პროცენტულად არის სადღაც 3.5%, რაც არ არის პატარა თანხა თუ ჩვენ ვთქვათ საერთაშორისო 3.5% რასთან დაზღვეული დეპოზიტების. დაზღვეული დეპოზიტების ანუ ფონდის ანაზღაურების ესე იგი უნარიანობის 70 მილიარდიდან დაზღვეული დეპოზიტები. დაზღვეულია დაახლოებით 20% თქვით, ხო? თანხობრივად რამდენი? თანხობრივად ეხლა აი ბოლო ანგარიშგებებით დაზღვეული ქონდა 12 მილიარდი. ეხლა გამოდის სადღაც 3%-ზე ოდნავ მეტი. 3%-ზე ოდნავ მეტი. ეს იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ხდება თქვა ამ ზღვის გაზრდა, პროცენტი გადახდის ანაზღაურების უნარიანობის კოეფიციენტი ყოველთვის იკლებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფრო მეტი ხდება დაზღვევაში, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ფონდის პროცენტულობა, რა თქმა უნდა, იწევს. თუმცა 3.5%, 3 და 3.5% არ არის დაბალი პროცენტი საერთაშორისო პრაქტიკას გავითვალისწინებთ. ანუ 6-7 ბანკის შემთხვევაში ფონდი საკმარისია. კიდევ ერთხელ რომ მოვყვეთ ეს სქემა, იმიტომ რომ ბანკსაც ხო აქვს თავისი ვალდებულებები მომხმარებლის წინაშე, ეს ტვირთი მთლიანად გადადის სააგენტოზე თუ ბანკის ვალდებულებებიც რჩება? კი, ესე იგი, ეს სისტემა რადგანაც მოქმედებს ქვეყანაში ზღვის ფარგლებში, დაზღვეული ზღვის ფარგლებში ვალდებულება მთლიანად არის სააგენტოზე. ანუ თუ მოხდა რომელიმე ბანკის ლიკვიდაცია, ზღვის ფარგლებში ანაზღაურების ვალდებულება მთლიანად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე გადადის. თუმცა ზღვის ფარგლებს ზემოთ, რა თქმა უნდა, ის ლიკვიდაციის პროცესს თავისი პროცედურები აქვს, თავისი წესები აქვს და ზღვის ზემოთ, რა თქმა უნდა, ბანკის ვალდებულება რჩება, რომ დეპოზიტორს იმაზე მეტი თანხა თუ აქვს ბანკში განთავსებული, რაც დაზღვეული არის, ბანკმა აუნაზღაუროს. ნუ ეს ლიკვიდაციის პერიოდში თუ ბანკს ექნება ამის ლიკვიდობა, რა თქმა უნდა, ამის ანაზღაურებაც მოხდება. თქვენც გინაზღაურებთ იმ ანაზღაურებულ თანხებს? კი, ჩვენც ეს ერთ-ერთი კრედიტორი ხდებით ბანკისა, ანუ ჩვენ თუ აუნაზღაურებთ დეპოზიტორებს, ჩვენ ბანკის მიმართ, ბანკს რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართ მე ვალდებულება უჩნდება. და თუ ლიკვიდაციის პროცესში რაღაცა გარკვეული თანხები ექნება ბანკს, რა თქმა უნდა, ავინაზღაურებს ჩვენ. ხო, მაგრამ მაშინ დაზღვევის პრინციპი როგორია? ხო, ის ხო ითქმის რაღაც კონკრეტულ თანხას, რომ დააზღვიოს. ნახეთ, შეიძლება არ ქონდეს ლიკვიდობა, მაშინ ჩვენ და ვერ გადაგვიხდის. მაგრამ ჩვენ ყველა ვარიანტში აუნაზღაურებთ დეპოზიტორებს თანხას. ანუ ეს ჩვენი რისკი არის. ეს რისკი გადმოდის ჩვენზე, ანუ ბანკის ლიკვიდობის რისკი ჩვენზე გადმოდის
დადგენილ ფარგლებში. ანუ თქვენ ხართ ამ შემთხვევაში კრედიტორი, რომელიც შემდეგ სასამართლოში არ წავა? სასამართლოში ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ ბანკმა არ გადაგიხადათ. თუ ბანკმა არ გადაგვიხადა, ან ბანკში ხო უკვე ლიკვიდატორი არის სასამართლოში წასვლა, ჩვენ არ მოგვიწევს. ბანკს ან აქვს თანხები, ან არ აქვს. თუ ლიკვიდაციის პერიოდში ამოვა რაღაც გარკვეული თანხა, რა თქმა უნდა, ლიკვიდატორი ჩვენ გადაგვიხდის ამ თანხებს. სასამართლოში წასვლა ამ შემთხვევაში საჭირო აღარ არის. და ზოგადად ეს საკითხი ფინანსური სტაბილურობისთვის რამდენად არის მნიშვნელოვანი, ანუ სხვა ქვეყნებში როგორ არის და ეს ზღვარი, რომელიც ახლა არის დაწესებული, ეს არის თუ არა საკმარისი ფინანსური სტაბილურობისთვის? კი ბატონო, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, ზოგადად ფინანსური სტაბილურობისათვის და რამოდენიმე მიმართულებას გამოყოფ. პირველ რიგში რომ ნდობას ამაღლებს საბანკო სექტორის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ დღეისათვის საბანკო სექტორის მიმართ ნდობა მაღალი არის საზოგადოების მხრიდან, თუმცა ამ ნდობაში ჩვენი წილიც არის რაღაცა გარკვეული და დეპოზიტების დაზღვევის სისტემაც უზრუნველყოფს, რომ საბანკო სისტემის მიმართ არსებობდეს ნდობა და მეტი ნდობა უკვე მეტი თანხებია ბანკში, მეტი თანხებია ეკონომიკაში, მეტი ეკონომიკური ზრდა, ხო? ეს მარტივი არის. მეორე არის რომ ესე იგი ვიცავთ უბრალოდ დეპოზიტორების დაკარგვისაგან, თუ თქვათ რაიმე პრობლემა მოხდა, ეს მეორე და ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფუნქცია და მესამე ფუნქცია რისკების პრევენციას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ერთ კონკრეტულ ბანკს რაღაცა პრობლემა შეექმნა და დეპოზიტორები ხედავენ, რომ დეპოზიტორის დაზღვევის სისტემა გამართულად მუშაობს და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ თანხები არ დაეკარგებათ, ისინი ჯანმრთელ ბანკებს აღარ აწუხებენ, ეგრეთ წოდებული bank runs ვირიდებთ თავიდან და დომინოს პრინციპით უკვე მთლიან სექტორზე ერთი კონკრეტული ბანკის პრობლემა მთლიან სექტორზე აღარ გადადის, ანუ ხანძარს ვაქრობთ, მაშინვე როგორც კი ხანძარი გაჩნდება და ანუ თანხები არ გამოაქვს და ამ თანხებით დაუშვათ რიგები არ დგას და არ მიდიან სხვა ბანკებში, რომ ანუ უკვე ნახეთ, როდესაც მაგალითად თქვენ გაქვთ ერთ კომერციულ ბანკში ანგარიში გახსნილი, მე მაქვს მეორე კომერციულ ბანკში. თქვათ მე რომ კომერციულ ბანკში მაქვს თანხა განთავსებული, თქვათ ის ბანკი წავიდა ლიკვიდაციაზე, თქვენ ხედავთ რომ მე ის თანხა იმ წუთშივე ამინაზღავდა, ანუ თქვენ მშვიდად ხართ და თქვენ ბანკში აღარ მიდიხართ და იქიდან ფული აღარ გამოგაქვთ იმის შიშით, რომ ვაიმე ჩემ ბანკსაც რამე პრობლემა არ შეექმნასო და ამით უკვე დომინოს პრინციპით აღარ გადაედება ეს კრიზისი სხვა კომერციულ ბანკებს და ჯანმრთელ ბანკსაც აღარ შეუქმნით, ჯანსაღ ბანკს უბრალოდ აღარ შეუქმნით პრობლემას, ანუ bank run არის ასეთი ტერმინი, როდესაც რაღაცა კრიზისის დროს ბანკს მიაწყდება ხოლმე დეპოზიტორები, ასეთი რაღაცა აღარ ხდება და ამის პრევენციას ვახდენთ. და სხვა დავუშვათ ევროპის ქვეყნებში როგორ მუშაობს? იგივე ანალოგია ამ სისტემის? დაახლოებით ანალოგიური სისტემა არის. იქ შეიძლება იყოს განსხვავებული, თქვათ, ანაზღაურების ვადები, თქვათ, დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი, თუ ევროპის მაგალითს ავიღებთ, მაგალითად ევროპაში არის 100,000 евро დაზღვეული, თქვათ, ანაზღაურების ვადა არის 7 დღიანი, ჩვენთან არის 50,000 ლარი ზღვარი და ანაზღაურების ვადა არის 20 დღიანი, ანუ აი ესეთი განსხვავებები არის, თორე თვითონ პრინციპი არის ანალოგიური. და რატო არის 20 დღიანი და უფრო ნაკლებ დროში რატო არ არის შესაძლებელი? ესეც კანონით არის გაწერილი, თუ თქვენი წესდებით არის. კანონში წერია პირდაპირ 20 დღე გვაქვს. თუმცა მომავალში როცა განვითარდებით სისტემები უფრო კარგად აიწყობა, ჩვენც უფრო ფონდი უფრო ძლიერი იქნება, შეიძლება ამ ვადების შემცირებას. ყოველ შემთხვევაში ანუ ეს მაქსიმალური ვადა 20, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2 დღეში არ გაიცემა და ეს არ ნიშნავს, რომ 2 დღეში არ გაიცემა, რა თქმა უნდა. მაგალითად ევროპის მაგალითს თუ ავიღებთ, იქ 7 დღე, მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის 20 დღიანი ვადა იმათაც აქვს. მაქსიმალური ვადა 20 დღიანი. ასე რომ ეს მაქსიმალური ვადაა, თუმცა უფრო ადრეც შეიძლება. ანუ ყველა ქვეყანაში მოქმედებს გავსი ტიპის 150 ქვეყანაზე მეტში მოქმედებს. ყველა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის ორივე კონტინენტზე, იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი სისტემა არ არსებობს. და ის 400 მილიონი, რაც ახლა თქვენს ფონდშია, ამის ეკონომიკაში გაშვება როგორ ხდება? ანუ დევს ეს თანხა თუ მიმოქცევაშია და როგორც ფული რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ რომ ესე იგი ეს ყველა არ გავაჩეროთ ეს თანხა და ამ ჩვენ ორიენტირი მაინდა-მაინც ის არის, რომ რაღაც ბევრი აპეტიტი დიდი არა გვაქვს და მაინდა-მაინც დიდი მოგება მოიტანოს ამ ჩვენმა ფონდმა, თუმცა ვცდილობთ რომ ამ ფონდს მოვახდინოთ დამატებითი შემოსავლის გენერირება. დღეისათვის ჩვენ ფონდს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ვაბანდებთ, ეს არის სახაზინო ვალდებულებები. ნაკლებად რისკიან პორტფელებს ნაკლებად რისკიან, კი, ნაკლებად ფაქტიურად ურისკო პორტფელს და ადვილად ლიკვიდურს.
და კანონმდებლობაში გაწერილია, რომ დავშოთ ეს თანხები არ შეიძლება ჩაი საპენსიო ფონდის ანალოგიად ხო შეიძლება რომ განვიხილოთ. ესე იგი გვაქვს გაწერილი, სად შეიძლება რა როგორი რისკიანებში შეიძლება ეს მინიმალური რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში და ინსტრუმენტებში შეიძლება განთავსდეს, თუმცა ჩვენ იცით რომ ჩვენი ესე იგი ზემდგომი ორგანოა სამართალყურეო საბჭო, სამართალყურეო საბჭოსთან ჩვენ ვათანხმებთ ესე იგი საინვესტიციო სტრატეგიას და საინვესტიციო გეგმას და იქ ხდება უკვე დეტალურად გაწერა სად შეიძლება რომ ჩვენ ეს თანხები განვათავსოთ რომელ ფასიან ქაღალდებში, რავადიანებში და ასე შემდეგ. და ვინ არიან ამ სამართალყურეო საბჭოში? სამართალყურეო საბჭოში ესე იგი არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ორი დამოუკიდებელი წევრი, რომელსაც ბანკები ასე ვთქვათ ირჩევენ და ბანკების წარმომადგენლები არიან და ბანკების მხრიდან ხდება ამათი არჩევა და 5 წევრისგან შედგება ჩვენი სამართალყურეო საბჭო. და წლიურად მაგალითად ყველაზე დიდი მოგება აი პროცენტულად რო ვთქვათ აი ჩვენი პროცენტი ესე იგი საშუალო პროცენტიანობა რო ავიღოთ 9%-მდე არის. წლიურად. აი ამ ქაღალდებში განთავსებას. თქვენ ახსენეთ რომ ხდება დეპოზიტების სწრაფის და ცოტა შეფასებით ნაწილზე რო გადავიდეთ. აი რას გვიჩვენებს ეს ტენდენცია მოსახლეობის ქცევაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ანუ რაც მეტი დეპოზიტია ბანკში, რას ნიშნავს ეს? კი ბატონო, ნუ ერთი არის რომ ესე იგი ქცევაც შეიცვალა, დეპოზიტორების ქცევაც შეიცვალა და ეგრეთ წოდებული სეივინგის უფრო შემოვიდა ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში და ზოგვა თანხების ერთი მხრივ ეს არის, მაგრამ მეორე მხრივ თანხებს ვერ დაზოგავ თუ შემოსავლები არ გაგეზარდა, რა თქმა უნდა, ხო? ესეც არის, იმიტომ რომ ნუ ეკონომიკა ხედავ ჩვენ რომ იზრდება, შესაბამისად გარკვეული პიროვნები, ესე იგი ფიზიკური თუ იურიდიული პირების შემოსავლებიც იზრდება, რამაც გააჩინა იმის შესაძლებლობა, რომ ბანკებში მოხდეს ამ თანხების შენახვა, ასე ვთქვათ, და განთავსება. ბანკების ნდობაც საკმაოდ მაღალი არის და სახში თანხის დადებას, ასე ვთქვათ, ურჩევნიათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბანკში განათავსონ. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ სტატისტიკა ახლა მარტივად დასანახი არის, ესე იგი 2018 წელს 24 მილიარდი იყო, 2022 წელს 40 მილიარდამდე იყო დეპოზიტები, დღეს უკვე 70 მილიარდი არის. ანუ საკმაოდ დიდი ზრდა არის. ხო, აი საინტერესოა, აი დავუშვათ ამ 70 მილიარდში 50,000-იანი ზღვარი რამდენი პროცენტია? 50,000. თუ გაქვთ ეს სტატისტიკა? კი, სრულად დაზღვეული დეპოზიტები რამდენი არის? 70 მილიარდში. 70 მილიარდში გეტყვით, რომ სრულად დაზღვეული დეპოზიტები სადღაც 96-97%-მდე არის. ანუ ეს ნიშნავს, რომ 3%-ს აქვს მხოლოდ იმაზე მეტი შემოსავალი. და რაოდენობრივად ალბათ ამის სტატისტიკა რახან სხვადასხვა ბანკებშია გადანაწილებული. ნახეთ როგორ არის კი ჩვენ სტატისტიკას პიროვნებების მიხედვით არ ვაწარმოებთ, ჩვენ დეპოზიტორების მიხედვით ვაწარმოებთ. დეპოზიტორი ნიშნავს იმას თუ აი შეიძლება ერთ ადამიანს სამ ბანკში კონდეს გახსნილი. აი ესეთი რამდენი დეპოზიტორია? რამდენი დეპოზიტარია დაუშვათ? პროცენტულად გავიგეთ რომ 97%. რაოდენობრივად? რაოდენობრივად ასეთი რამდენი არის? ხო, თუნდაც კონდეს დაუშვათ ერთ ადამიანს 5-6 ბანკში გახსნილი. დაახლოებით. დაახლოებით, ნუ ფაქტიურად რამოდენიმე მილიონი არის ასეთი. კი. გასაგებია. მაგრამ ეს კიდე ერთხელ მინდა რომ დავაკონკრეტო რას გულისხმობ ახლა. ესე იგი თუ ერთ ადამიანს სამ ბანკში აქვს თანხა გახსნილი, ჩვენ ის როგორც სამი დეპოზიტორი ისე აღვრიცხავთ და ისე განსაზღვრავთ. ანუ ზუსტი სტატისტიკა არ არის ამ კუთხით. ზუსტი სტატისტიკა. ეს საინტერესო დეტალი კიდევ. აქ ამ ჩვენ არ გვაქვს ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაწარმოებთ. არიან თუ არა დავუშვათ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. არეზიდენტები კი. არეზიდენტებსაც ეხებათ ეს დაზღვევა ნებისმიერ ბანკში. თუ მას აქვს ანგარიში გახსნილი. არ აქვს მნიშვნელობა ეს საქართველოს რეზიდენტია თუ საქართველოს არარეზიდენტი.
ეს სამჯერ გაზრდა, ეს იყო წლების განმავლობაში, ხო, აი წლები თუ გახსოვთ 15000-ით დავიწყეთ, შემდეგ იყო 30000. კი, შემდეგ. და რამდენი წლის შემდეგ გაიზარდა 30000-ის შემდეგ? 30000-ის შემდეგ, ესე იგი 22-ში და მე 24-ში 4 წლიანი. ანუ შესაძლებელია, რომ აი ეს კანონში ჭირდება ამას სრულება, თუ იქ მითითებულია, რომ ეტაპობრივად ვინ ადგენს ამ ზღვარს? კანონმდებელი განსაზღვრავს? კანონში შესრულების შეტანა არ ხდება, ეს ხდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, რა თქმა უნდა, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ესე ვთქვათ, მოხდეს სადაზღვეო ზღვრის ზრდა და შემდეგ ნორმატიული ანუ კანონის ცვლილება ამას არ ჭირდება. კანონის ცვლილება ამას არ ჭირდება. დაახლოებით როგორ ფიქრობთ აი ამ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც დღეს ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, მზდარდი დეპოზიტების რაოდენობა ასე შემდეგ. კიდევ როდის არის შესაძლებელი რომ ზღვარი გაიზარდოს? აი კონკრეტულად ესე ვერ გეტყვით, აუცილებლად გაიზრდება, იმიტომ რომ მომავალში როგორც ადრე გაიზარდა და ჩავთვალეთ საჭიროდ რომ თქვა ეკონომიკა გაიზარდა, დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა. მაგრამ 4 წელი დაჭერდა ამ პერიოდში. ჩვენ დაანონსებული ქონდა რომ 27-ში გავზდიდით მაგალითად 27-ში გვინდოდა რომ გაგვეზარდა 50000-მდე და გავზარდეთ აგერ 26 წლის აპრილში, ხო? 1 წლით ადრე. 1 წლით ადრე და აი ცოტა რთული არის, ნახავთ როგორი იქნება სტატისტიკა, როგორი იქნება მონაცემები და იმის მიხედვით გადავწყვიტავთ, როდის მოხდება ამის და აუცილებლად მოხდება. ყოველ შემთხვევაში და გარდაუვალია. და რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რომ ეს 1 აპრილიდან უკვე ყველას დეპოზიტები არის გაზრდილი და უბრალოდ დასწავლული. ახლა უკვე 50000 ლარამდე, კი. ნებისმიერი ესე იგი მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირის ნებისმიერ ბანკში და მიკრობანკში ერთ კონკრეტულ დეპოზიტოზე, ერთ კონკრეტულ მიკრობანკსა და კომერციულ ბანკში არის ზღვარი 50000 ლარი. და დავუშვათ ახალი ბანკი თუ გაიხსნება, ის ავტომატურად ვალდებულია რომ ჩაერთოს ამ სისტემაში. ციფრულ ბანკებს თუ ეხება. კი, რა თქმა უნდა, ის ჩვეულებრივი კომერციული ბანკის ლიცენზიას იღებენ ავტომატურად კანონმდებლობით, როგორც კი ესე იგი სუბიექტი აიღებს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიცენზიას, ის ავტომატურად ხდება ჩვენი სისტემის მონაწილე და იქ არსებული ანგარიშებიც ავტომატურად ეზღვევა. სხვა ფინანსური ორგანიზაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეს არ ეხება. უნდა იქ პრინციპში არც არის დეპოზიტებზე ანგარიშები. ხო, იქ დეპოზიტების კანონმდებლობით მათ დეპოზიტების მიღება ის უფლება არ აქვთ, ისინი სესხებს იღებენ ეგრეთ. ხო, და შესაბამისად მათი დაზღვევა არ ხდება. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან თოდუა პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.